მე დავბრუნდი 300 წლის ნაგავ საყრელზე, რომ მენახა რა სახის საგანძურებს ყრიდნენ ადამიანები ასობით წლის წინ. როცა ძველი მაგარი ნივთების ძებნა დავიწყე, პირველი რამ რაც მართლა მაგარი იყო და ავიღე, იყო ძველი ზიპოს სანთებელა. ის ძალიან ძველი არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ის მეორე მსოფლიო ომის პერიოდისაა. ძალიან შესაძლებელია, რომ ის ომში მყოფმა ვიმემ გადააგდო. ახლოს ქვების ქვეშ ბოთლი შევნიშნე, რომელიც ოდნავ მოჩანდა. ამოვიღე და აღმოჩნდა, რომ ეს იყო გველის ზეთის ბოთლი. 1890-იანი წლებიდან მედიცინის ტიპი, რომელსაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. გავაგრძელე სეირნობა და კიდევ ერთი ბოთლი შევნიშნე, რომელიც ეკუთვნოდა სუნამოს კომპანიას, რომელიც ჯერ კიდევ 1891 წელს არსებობდა. ეს ბოთლი უბრალოდ ნიმუში იქნებოდა, ქუჩაში იყიდებოდა, რომ ხალხს სრული პარტია ეყიდა. ძველი ლურჯი ბეჭდის გვერდით ქვიშიდან ამოჩვილ სასოფლო სამეურნეო შლანგს მივაკარი თვალი. ვერ ვიტყვი რამდენი წლისაა ეს შლანგი, მაგრამ შეიძლება მე-19 საუკუნემდეც კი მიდიოდეს. ასეთი შლანგები ხშირად გამოიყენებოდა ანანასის პლანტაციებსა და სხვა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში მთელ ფლორიდაში. ბოლო საინტერესო განძი, რომელიც ასლამდე შევნიშნე, კიდევ ერთი ბოთლი იყო. ეს ბოთლი ფაქტობრივად დნებოდა. ეს იყო 1902 წლის ბავშვობისთვის განკუთვნილი ხველების სიროფის ბოთლი.